მოგესალმებით, ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გავუძღვები მე, მაია შაველაშვილი. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტი მისი ხმას ფარგლებში DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის სათემო რადიო Z და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. რუბრიკის ბიბლიოთეკების არსი დღევანდელობაში ფარგლებში ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იქნება ხმამაღლა საკითხავი წიგნები. ბავშვები ჩვენი მომავალია, დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს მათ სწორ განვითარებასა და ჩამოყალიბებას. უნდა შევიცნოთ, ჩავწვდეთ მათ სურვილებს და შევუწყოთ ხელი მათ სწორ აღზრდა და განვითარებას. ყველა პატარას აქვს თავისი ინტერესი, სურვილები და სიხარულები. მისი მიზანი მხოლოდ უფროსების დახმარებაა, თუმცა აქვთ სურვილი და არ იციან როგორ შეასრულონ ისინი. სწორედ ამ თემას ეხება პატრიკ მარია ბინშტაინის წიგნი „პატარა კლარა, ნეტა გოლიათი ვიყო“. და დღეს თემაზე სასაუბროდ სტუმრად გვეყოლება კასპის მთავარი ბიბლიოთეკის სპეციალისტი ქალბატონი ციცინო კინკაძე, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია გულმხრივად ემსახურება პატარა თაობების აღზრდას და სათანადო ლიტერატურის შერჩევას მათი სწორი აღზრდისა და განვითარებისათვის და მომავალი ხედვების ჩამოყალიბებისათვის. მოგესალმებით ქალბატონო ციცინო. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისათვის და მადლობა რომ დაგვთანხმდით თანამშრომლობაზე. მადლობა ბიბლიოთეკას და მის დაუღალავ თანამშრომლებს მომავალი თაობების აღზრდა განვითარებაზე ზრუნვისათვის და საინტერესო მასალების მოწოდებისათვის. მოგესალმებით პატივცემულო რადიო მსმენელობო. მადლობა თქვენს გადაცემაში მონაწილეობისათვის. მადლობა რომ მომეცა შესაძლებლობა ვისაუბრო და მიმოვიხილო დღეს ერთი საინტერესო წიგნი, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის საინტერესოდ იკითხება. არის დიდი ასოებით დაწერილი და ასევე ადაპტირებული ფერადად დასათაურებულია. ახლა გაგაცნობთ პატრიკ ბეინშტაინის „პატარა კლარა, ნეტა გოლიათი ვიყო“ ასეთი სახელწოდების წიგნს. წიგნი პატარ-პატარა სათაურებით არის დასათაურებული და ძალიან საინტერესოდ იკითხება. ამ წიგნში აღწერილია 5 წლის კლარას თავგადასავალი. კლარას ძალიან უნდოდა დიდებით მოქცეულიყო, გვიან დაეძინა, მარტო ემგზავრა ავტობუსით, უფროს და საშინაო დავალების შესრულებაში დახმარებოდა. ბებოსთვის სახლი დაელაგებინა, არადა უფროსები ერთი და იმავეს უმეორებდნენ. რას ამბობ, კლარა, ჯერ ძალიან პატარა ხარ და ერთადერთი გამოსავალი რჩება, სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს. მოკლედ მინდა მოვიყვეთ პატარა კლარას დიდი ამბები. კლარას მშობლები პატარას ეძახდნენ, თუმცა მისი და მია მასზე პატარა იყო. მშობლები ყოველ წელიწადს კარების ღრუბლზე აყენებდნენ დაბადების დღეზე და მის სიმაღლეს აღნიშნავდნენ, რომ დაედგინათ რამდენი სანტიმეტრით გაიზარდა. მეორე თავი ასწია. კლარა ავტობუსით მგზავრობს. თუ როგორ ჩამორჩება ბავშვების ავტობუსს კლარა, როგორ იპოვის ბილეთს, როგორ დაჯდება დიდი ქალის გვერდით და როგორ იმგზავრებს, ამაზე მეორე თავი გვესაუბრება. მესამეს თავის სათაურდება კლარას უყვარს ავდარი. აქ მწერალი აღწერს კლარას შიშსა და ემოციებს ჭექა ქუხილის დროს, მაგრამ მას სულ არ უნდა რომ დიდი იყოს და მშობლებს შეუწვება საწოლში. ფიქრობს, რომ ის მშობლებზე ზრუნავს და არა მშობლები მასზე. მეოთხე თავში კლარა ძამიკოს ელოდება. როგორ მოუწყობენ მშობლები სიურპრიზს და რა უხარია ყველაზე მეტად ამ თავში შეიტყობთ. 1000 მეტრიანი გარბენი. ასეთია მეხუთე თავის სათაური. აქაც კლარა სათამაშო მოედანზე ეჯიბრება მის მეგობარ რალფის და რა თქმა უნდა, აქაც თავს იწონეს პატარა კლარა, რომ ყველას ჯობნის მის მეგობრებს, ბორის, ანტოს, ლუკას. მართალია რალფი ჯობნიდა, მაგრამ ამბობდა მერე რა რომ მეგობო ვარ, აბა ერთხელ კიდევ შემაჯიბრეთო. ასე რამოდენიმე თავით სათაურდება რაულფის წიგნი. დანარჩენ თავებს თხოვთ თქვენ წაიკითხოთ, ბავშვებო, თვითონ გაეცნოთ რა ეტაპებს გაივლის კლარა, რომ გაიზარდოს და ბოლო თავს გეტყვით, რომ ასე სათაურდება კლარა ყველაზე პატარა აღარ არის.
ეს უკანასკნელი თავი მოგვითხრობს როგორ მიდის დედასთან ერთადერთთან, რაც გრძნობს, როცა დედა ბავშვს ელოდება. რა თქმა უნდა, კლარასაც უნახავს ექიმი მუცელს და ეტყვის, რომ ღვიძლი, კუჭი და ბევრი ორგანოები მუცელშია და ეს ძალიან გაეხარდება. შემდეგ დედა წაიყვანს ბაღში და ბავშვებს მოუყვება ამ ამბავს. ბოლოს კლარას ძმა შეეძინება, როგორ იქცევა კლარა, რას გრძნობს პატარას რომ ელოდება, ან როგორ მივა პალატაში დედის სანახავად, ამას ბოლო თავში მოისმენთ. ბოლოს მას მიუყვანენ სახლში პატარა ძმას, რომელსაც ქვია ლეო. ეს თქვენი ძამიკუა, ლეო აცნობს თავის დებს, უფროს დებს. კლარა თვალს არ აშორებს ძმას, უყურეს პაწაწინა ლეოს და გულის სიამაყით ევსება, რომ უკვე დიდი გაიზარდა და ზრუნვა მოუწევს პატარა ძამიკოზე. ქალბატონო ციცინო, თქვენი საზრით, როგორც პატარებზე მზრუნველი ადამიანი, რომელიც ცდილობს სწორად განვითარებას შეუწყოს ხელი, ამ წიგნის მიხედვით ჩვენი მომავალი თაობა თუ შეძლებს იმის სწორად აღქმას და შესწავლას, როგორ უნდა შეხედოს, როგორ თვალით შეხედოს დღევანდელ სამყაროს, იგივე თავის ახლობლებს და მეგობრებს. ამ წიგნში პატარა კლარას თავგადასავალია მოყოლილი, თუ როგორ იზრდება და როგორ სურვილი აქვს, რომ ჩამოყალიბდეს დიდ ადამიანად და იზრუნოს სხვებზე, რა თქმა უნდა. ხო და ეს ზრუნვა ყოველთვის მისაბაძია ყველა ბავშვისთვის და ყველა ადამიანისთვის, ყველა პატარისთვის. ეს არის ერთ-ერთი სამაგალითო წიგნი ყველა ბავშვისთვის, როგორ უნდა მოექცნენ თავის მშობლებს, და-ძმას და როგორ უნდა დაეხმარონ ერთმანეთს. კი, როგორ უნდა დაეხმარონ და როგორ უნდა უყვარდეთ უпростоრად. აი ეს არის ყველაზე მთავარი. დედმამიშვილებს, პატარებს ხომ უყვართ ერთმანეთი და აი ამ კლარას მუცლიდანვე უყვარდა ეს პატარა ძმა. და უკვე უხაროდა, რომ ის ყველაზე დიდი იქნებოდა და აი ამ პატარაზე იზრუნებდა. ეს არის მთავარი თემა ამაში. ამ წიგნის წაკითხვის ამ თუნდაც მოსმენის შემდეგ, ჩვენი პატარები როგორ არის თქვენი მოლოდინი, შეძლებენ თუ არა იმის სწორად გაგებას და დანახვას, რომ როგორ უნდა ურთიერთობა დაამყარონ, როგორ უნდა ჩამოყალიბდნენ, ან თვითონ როგორი ინტერესები გაუჩნდეთ მომავლის სარწმენისადმი ან მომავლის იმედებისადმი. სწორედ აი ამ თემაზეა აგებული ეს წიგნი, მე ვფიქრობ, რომ აქ ზუსტად ეს მიმართულება, როგორი ურთიერთობა უნდა სუფევდეს ოჯახში, ოჯახური გარემო როგორი უნდა იყოს, როგორ მოუწყეს თუნდაც სიურპრიზი მშობლებმა, როგორ ანებირებდნენ პატარა კლარას, თუნდაც ის რომ ექიმთან წაიყვანეს და ბავშვი აი ესე ყველაფერი, რაც სურვილი ჰქონდა, ყველაფერს უსრულებდნენ. აი ეს არის მთავარი, როგორ უყვარდა თავისი დები, როგორ შეუყვარდა, როგორ უყვარს თავისი ძმა, რომელიც ჯერ კიდევ მუცელშია და ოცნებობს დედა, როდის გამოვა ავადმყოფოდან, რომ მას მოეფეროს და მასზე იზრუნოს და ეს უკვე დიდად აღიქვამს თავის თავს, თუმცა მაინც 5 წლისაა, ხო? ქალბატონო ციცინო, ამ საწიგნებს, ამ სახის ლიტერატურას ჩვენი მომავალი თაობა ადგილზე შეიძლება რომ გაეცნოს თუ შეუძლია თან გაიყუროს და ოჯახის წევრებთან ერთად ან თუნდაც მარტო დამოუკიდებლად წაიკითხოს და შეისწავლოს. ჩვენ ამ წიგნის გატანა რა თქმა უნდა შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის განკუთვნილი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის და მათ რა თქმა უნდა მიაქვთ წიგნის სახლში, ვაძლევთ 2 კვირის ვადით, ამ 2 კვირაში შეუძლია ბავშვმა ნელა-ნელა წაიკითხოს წიგნი და მოიტანოს ისევ უკან, მაგრამ რა თქმა უნდა სადარბაზო წიგნებიც გვაქვს. ეს არის ენციკლოპედიები, საცნობარო ხასიათის ლიტერატურა, ასეთი რუბრიკით ეს საინტერესოა, დიდი ნახატებიანი დინოზავრები, ადამიანის სხეულებზე, ბუნებაზე, ოკეანეებზე, მდინარეებზე, ყველაფერზე მოგცემს პასუხს ეს წიგნები რა და ეს არის ჩვენი სამაგიდო წიგნი, რომელიც დარბაზში იკითხება. მოდიან მკითხველები და იქვე კითხულობენ. დიდი მადლობა და ბოლოს ქალბატონო ციცინო, თქვენ მაინც როგორც მომავალ თაობის აღზრდის სამსახურში ჩამდგარი ასეთი სპეციალისტი, რას უსურვებდით მსმენელებს, თქვენს ძვირფას მკითხველებს,
მომავალში მე მინდა რომ ბიბლიოთეკას ყავდეს ძალიან ბევრი მკითხველი, იმიტომ რომ გვაქვს ამისი საშუალება, გვაქვს ძალიან საუკეთესო წიგნები. ეხლა უფრო ძალიან ყურადღება ექცევა იმას, რომ მივიღოთ საბავშვო ლიტერატურა უამრავი, ამას ვიღებთ კიდევაც წელიწადში ძალიან ბევრს. მინდა მოვიდნენ ბავშვები, წაიკითხონ, გაიცნონ და ეზიანენ ამ საბავშვო კერას, რომელიც ძალიან აუცილებელია მოზარდთა შემდგომი განვითარებისათვის. დიდი მადლობა ქალბატონო ციცინო, ასეთი საინტერესო თემისა და საუბრისათვის წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ აქ მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, რომელიც მე მომეცა, რომ გავაცნო ეს წიგნი და ჩვენი ბიბლიოთეკის მდგომარეობა. მადლობა. ასევე დიდი მადლობა DVV International-სა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისათვის, გერმანიის სათემო რადიო Z-სა და კასპიის რადიოსთა განათლების ცენტრის პარტნიორობისათვის. ჩვენ კი შემდეგი გადაცემებით შევხვდებით. მომავალ შეხვედრამდე.